ღიმილი მაჩუქე მადონა აი ეგეთი ღიმილები მაქვს ხო რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კბილები და ჯანსაღი პირის ღრუ ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისათვის გულსიხსავრთა დაავადებების რისკი იზრდება ძალიან ასევე იმუნური სისტემის გადატვირთვა ხდება აი მშრალად გახშირი კბილები აბა რომელი ფილმიდან გეცნობა ლამაზი ღიმილი ყოველთვის არნიშნავს ფუნქციურ თანგბილობას და ალბათ ნინო ჩვენს გიყურებთ ხოლმე თქვენ ეკრანზე თქვენ მარტო კბილის ფერის პრობლემა კი არ გართო მე თანგბილობა დიდად გამართული არ მაქვს მაგრამ ღიმილი ფანტასტიკური ცოტა გაგელია თუ კბილები ესეთ დეფორმაცია 50 წლის ასაკში მოვინდომო დაუშვათ ჰოლივუდური ღიმილი მოვდივარ და ვიკეთებ და დაახლოებით 5 თვეში ამას ვასრულებ ასაკობრივი შეზღუდვა ზოგადად არ არსებობს ორთოდონტიაში საფულეს იყო და ჩემარიკო ჩამირთეს ჩემი გადაცემა კლინიკაში და მაჩვენეს და მითხრეს რომ აი შეხედეო რომ ლაპარაკობო კბილები პრაქტიკულად არ ჩანს აჩქარებს ამ დაბერების პროცესებს. იქ ყრიმალებს აქვს შეცვლილი ფორმა, ტუჩის კუთხე არის აწოლი და ის სახის ნაკვთები ძალიან იცვლება. ფანტასტიკა. ერთად უნდა ვიმუშაოთ, მოკლედ. კი, ნამდვილად. მიდიოდი ადამიანებთან. სარკეში ჩავიხედებოდი. აი ღიმები ტყოდი. აი ესეთი ფერი მინდა, მე მგონი აი ესე გაიგო. აი ესეთი ფერი. ამაზე თეთრი არ მინდა. ტორის შეცვლილი კბილის პასტები ყოველთვის მავნებელია. მითია. აჩ მოვითხოვე, როგორ აუ, გაგაკეთა. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა პოდკასტის მორიგი ეპიზოდით გებრუნდებით. მადლობა რომ უყურებთ პოდკასტს და რაც თავარია მოიწონეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ შემოგთავაზებთ მეტ და მეტ საინტერესო ეპიზოდებს. პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის და სხეულის და თმის მოვლის საშუალებები ისრაელიდან ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის. ეს ბრენდი სრულად ორიენტირებულია ეფექტურობაზე და მისი პროდუქტების გამოყენებისას შედეგი გამოკვეთილად თვალსაჩინოა. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ასეთია აჰავა. თეთრი ღიმილი ასე დავარქვით დღევანდელ ეპიზოდს. მე მგონი მიხვდება მაყურებელი რატომაც თეთრი ღიმილი, იმიტომ რომ ჯანსაღ ღიმილზეა საუბარი და იმ ყველაფერზე რამდენად კავშირშია ჩვენი ჯანსაღი ღიმილი ჩვენს ჯანმრთელობასთან. ნინო ორჯონიკიძე, მედიცინასთან დოქტორი, ორთოდონტი, სტომატოლოგი გვყავს ჩვენ დღეს სტუმრად. ნინოსთან ვისაუბრებთ ამ თემაზე. პირველი რაც მაინტერესებს მაყურებელს აუხსნათ ჩვენი ეპიზოდიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კბილები და ჯანსაღი პირის ღრუ ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისათვის. პირველ რიგში მადლობა რომ პოდკასტს ეწვია. მოგესალმებით, პირიქით მადლობას გიხდით მოწვევისთვის, ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ და მაქსიმალურად შევეცდები რომ კარგად ავხსნა ის თემები და გავშალო და პაციენტებისთვის და ჩვენი მსმენელებისთვის იყოს გასაგები. ესე იგი, რა გავლენას ახდენს პირის ღრუს ჯანმრთელობას, ზოგად ჯანმრთელობას, ძალიან დიდი ბმა არის ამ ორ შორის. მაგალითად, შემიძლია ვთქვა, რომ გულსიხსავრთა დაავადებების რისკი იზრდება ძალიან, როდესაც პირის ღრუს სანირებული არ არის, ასევე იმუნური სისტემის გადატვირთვა ხდება, ასევე უამრავი კვლევები არსებობს, მაგალითად, რომ ორსულებში ნაადრევი მშობიარობაც კი შეიძლება გამოიწვიოს არასანირებულმა პირის ღრუს. არასანირებულს რას ეძახით? აი მაგალითად თუ მრავლობითი კარიესები არის პირის ღრუში და ამას შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად ნაყოფის ძალიან პატარა წონა მაგალითად და მინიმუმ ეს ერთი ფაქტორი უკვე აჩვენებს იმას, რომ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. კომენტარის გარეშე მეტის გაგრძელება საჭიროა გულსიზავთა სისტემა, ნაყოფზე ზემოქმედება, ნაადრევი მშობიარობა, ეს ყველაფერი მტკიცებით მედიცინაში მოტანილია, ჩვენ ეპიზოდებში არაფერზე ავალაპარაკობთ. როგორია სწორი თანკბილვა? მოდი ამაზე გითხარი ორი სიტყვა. რა არის ეს თანკბილვა? ძალიან ხშირად ესმით ადამიანებს ერთმანეთისაგან, თანკბილვა გაქვთ არღვეული, თანკბილვა შეამოწმე და რა პრობლემები შეიძლება
შეიძლება გამოიწვიოს დაუშვათ არასანირებული პირის ღრუსგან განსხვავებით თანკბილვის დარღვევა. არასწორმა თანკბილვა, კი ბატონო. ესე იგი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სწორი თანკბილვა არის, როდესაც ზედაყბა გადმოկბილავს ქვედაყბას და მათ შორის არის სასურველი კონტაქტები, აი ძალიან მარტივად რო ავხსნათ და არასწორმა თანკბილვა შეიძლება გამოიწვიოს უამრავი დარღვევები, ფუნქციურ დარღვევებზე რო ვისაუბროთ. აი ჩამოთვალეთ. მაგალითად შეიძლება ღეჭვის ფუნქცია დაირღვიოს, მეტყველების, დღეს მაგალითად ძალიან ბევრი ლოგოპედი მოგმართავს და ხვდებიან, რომ პირველ რიგში ჯერ უნდა ორთოდონტიულად მოგვარდეს და მერე გადავიდეს მეტყველებაზე მუშაობა. ხო, ისე რომ გელაპარაკო ხამე შმანაინად გელაპარაკებ, ხო? ფაქტია. საფეთქე ქვედაყბის სახსრის დაავადებები შეიძლება რომ გამოიწვიოს, ასევე არსებობს ფიზიოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვეთა და პათოლოგიური ცვეთა. პათოლოგიური ცვეთა შეიძლება გამოიწვიოს ზუსტად არასწორმა თანკბილვა და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ კბილები რამის განახევრებული არის ხოლმე ზუსტად არასწორი თანკბილვისგან, ღრძილის რეცესიას იწვევს, როდესაც განლევას, კი, როდესაც კბილი ვიზუალურად გრძელდება და ფაქტიურად ფესვი შიშულდება და შესაბამისად კბილის დაკარგვის ალბათობა იზრდება ამითი და სუნთქვის დარღვევები არის და ძალიან სუნთქვის დარღვევები რატო არის? აი, საიდან მოდის სუნთქვის დარღვევა, ვითომ თანკბილვასთან რა კავშირია? მე კი ვიცი, მაგრამ კი ბატონო. ესე იგი, სუნთქვის დარღვევის დროს, როდესაც ჩვენ ვსუნთქვავთ პირით და არა ცხვირით, ჩვენი ენა თავსდება ქვედაყბაზე, ზედაყბის მაგივრად. ანუ წესით, სწორად სუნთქვის დროს ჩვენი ენა უნდა მოთავსებული იყოს სასაზე და ეს ხელს უწყობს ზედაყბის სწორ განვითარებას. ეს უკვე ბავშვობის ასაკიდან ბავშვობის ასაკობით აუცილებლად, იმიტომ რომ თქვათ ჩვენ რო ჩავატაროთ მკურნალობა, თუ ეს სუნთქვის პრობლემა არ მოგვარდა, აუცილებლად მივიღებთ რეციდივს. როგორ კარგათაც არ უნდა ჩავატაროთ მკურნალობა. ანუ ადენოიდები, ხო, ბავშვებში. კი, ძალიან ხშირი არის და ზედაყბის განუვითარებლობა მერე ავტომატურად იწვევს ქვედაყბის განუვითარებლობას და გამოდის შეწევნიკაპიანი ადამიანი. სამწუხაროდ აი თეთრკანიანებში, ჩვენთან საქართველოშიც და ზოგადად მთელ სოფლიოში, სამწუხაროდ დღეს აი ეს დისტალური თანკბილვა, როდესაც ქვედაყბა გადანაცვლებული არის უკან, ძალიან გავრცელებული არის და ეს პირველ რიგში არის გამოწვეული, რომ ზედაყბა ვერ განვითარდა და იმის გამო, რომ ზედაყბა გადმოկბილავს ქვედაყბას, ავტომატურად ქვედაყბაც ვეღარ იზრდება. კი და ვითომ არაფერი, მაგრამ ასეთ პატარა, მნიშვნელოვან, მაგრამ მცირე დეტალს შეუძლია ამხელა შორეულ პერსპექტივაში ამხელა ცვლილება გამოიწვიოს. ჩვენი ორგანიზმი რეალურად აი ძალიან ჭკვიანი არის. როდესაც ჩვენი ქვედაყბა არის უკან მდებარეობა არის, ადამიანი იხრება თვითონ გაუაზრებლად, რომ ქვედაყბა ოდნავ წინ წამოვიდეს და ეს სასუნთქი გზები გაიხსნას და შესაბამისად ჩვენ დგომაზეც აისახება მერე ხერხემალზე და მოკლედ ყველაფერი რაღაცა ჯაჭვივით არის შემდეგ მიყოლებული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვის დარეგულირება იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად განვითარდეს. აბსოლუტურად გეთანხმები, სუნთქვის დარეგულირება გარდა იმისა, რომ ფსიქოემოციურ სტატუსს უნგრევს პატარა ბავშვს, ხო, ამხელა განვითარების მიმართულებით, ამხელა პრობლემას ქმნის, რომელიც სამომავლოდ მერე გამოსასწორებლად ძალიან რთულდება. იქ სხვა პრობლემებია, გარდა იმისა, რომ თანკბილვა გაასწორ, ორთოგნატიული ქირურგია ხშირად საჭირო, ხო? იქ ერთვება უკვე დიდი ოპერაციები, როცა გამოწევაა საჭირო მთლიანად ყბის ან შეწევა და ეს ართულებს მკურნალობას. ოპერაციული პერიოდი. რა არის გამოსავალი? დროულად მივხვდეთ, რომ პაციენტს აღინიშნება სუნთქვის პრობლემები და აუცილებლად მოვაგვაროთ ის და შემდეგ იცით არასწორმა სუნთქვამ თუ მიიღო უკვე რომ ზედაყბა არის განუვითარებელი, არის შევიწროებული, მას მერე უკვე ორთოდონტის დახმარება ჭირდება, რომ მისი გაფართოვება მოხდეს და ის ზომა მივიღოთ, რაც საჭირო არის, ანუ ზრდის სტიმულაცია ფაქტიურად. როცა ვიმზადებოდით შენთან შესახვედრად, ესეთი კავშირებიც აღმოჩნდა ასაკობრივი ცვლილებები და თანკბილვის და ზოგადად კბილების რაღაცა კავშირი ერთმანეთთან. რა კავშირი არის ამასთან თქვა? აჩქარებს რამე დაბერების პროცესებს? კი, აი ნახეთ, ზოგადად დაბერება რა არის ხო? რბილ-ქსოვილებზე ჩნდება ნაოჭები, თქვა ღიმილის კუთხეები იწევს. ეს ყველაფერი რბილი-ქსოვილები არის ძვლოვან სტრუქტურაზე, ხო? ჩონჩხზე არის ეს ყველაფერი და თუ ძვლის სტრუქტურა არ არის კარგად განვითარებული, შესაბამისად ვერანაირად ვერ მივიღებთ სწორ, ანუ ასაკობრივად ვერ დაბერდები. რასაკვირველია ხა ვერ. ხო, ასაკობრივად ვიზუალურ მხარეზე აქვს საუბარი. კი, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ჩონჩხოვანი სისტემა იყოს კარგად განვითარებული და კარგად ჩამოყალიბებული. აი, ანტიასაკობრივი ორთოდონტია ასეთი რამ არსებობს, ხო? რას გულისხმობს ეს?
ეს არის მე ყო მჭირდება. შეიძლება რაღაცა პატარა კორექტირებს შევიტანდი სხვათა შორის. Anti-age orthodontics ეს არის, როგორც ფუნქციური ორთოდონტია, იმიტომ რომ ჩემ პაციენტებს მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ ლამაზი ღიმილი ყოველთვის არ ნიშნავს ფუნქციურ თანგბილვას და ფუნქციური თანგბილვა ყოველთვის ნიშნავს ლამაზ კბილებს. ამიტომაც ჩვენ ამოცანად ვისახავთ ხოლმე, რომ მივიღოთ ფუნქციურად გამართული თანგბილვა და ეს ავტომატურად მერე ნიშნავს ლამაზ ღიმილს. ანუ მე თანგბილვა დიდად გამართული არ მაქვს, მაგრამ ღიმილი ფანტასტიკური. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ კბილებიდან სწორია ეს ძალიან კარგად ახსენით თქვენ, ანუ ჯანსაღი კბილები სწორედ რომ გადმოსცემს მერე ემოციის დონეზე ჯანსაღ ღიმილს, იმიტომ რომ იქ როცა წესრიგია, გარეგნულადაც ეს ბუნებრივია. მაგალითად პაციენტი მოდის და იძახის, რომ ვინირებს გაიკეთებს და ამითი მოიგვარებს, თქვათ, მის თანგბილვას და ასე არ ხდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ თანგბილვა არ სწორდება. შეიძლება რკალში კბილები ლამაზად იყოს, ლამაზი ზომის და ფერი იყოს, მაგრამ თუ ფუნქციურად გამართული არ არის, მერე ეს სხვა პრობლემებს წარმოშობს. მე ვიცი რომ თქვენ იყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხო? არსებობს ესეთი Invisalign სისტემა. რა არის ეს სისტემა? ეს ახდენს რაღაც წინასწარ პროგნოზირებას, დემონსტრირებას პაციენტისთვის, რაღაც ემოციურად დასამშვიდებელი ამბავია თუ ტექნოლოგიურად თქვენ გეხმარებათ სწორი, თქვათ, შეფასება და შემდგომ მოქმედებისათვის. Invisalign არის როგორც სისტემა, როგორც ბრეკეტ სისტემა არსებობს, ესევე არსებობს Invisalign, ანუ გამჭირვალე კაპებით მკურნალობა. აი დღეს მულაჟიც მოვიტანე, ახლა აქ პაციენტს უკეთია გამჭირვალე კაბა და ანუ აბსოლუტურად შეუმჩნეველი არის ეს კაპები, შეგიძლიათ რომ მოიხსნა და გაიკეთო ნებისმიერ დროს და შესაბამისად ძალიან კომფორტული არის და მთელი სეტი მოდის, ანუ ანაწყობი არის ფაქტიურად რაღაცა კონკრეტული რაოდენობის კაპები არის, რომელსაც 7 დღეში ერთხელ ვიცვლით. რატო იცვით 7 დღეში? იმიტომ რომ ყველა ახალი კაპა არის, ანუ სხვა ფორმის არის. ნელ-ნელა ეტაპობრივად ხდება და თქვათ რაოდენობას წინასწარ არის განსაზღვრული, შესაბამისად წინასწარ ვიცით მკურნალობას როდის დავასრულებთ, ეგეც რაღაცა ძალიან ისეთი კარგი მომენტი არის პაციენტისთვის, რომ იცის როდის დაიწყებს და როდის დაასრულებს მკურნალობას. ანუ პროგნოზირების ალგორითმი არსებობს წინასწარი, რის მიხედვითაც თქვათ ერთ თვეში დავასრულებ მე. ამ ტიპის მკურნალობით არსებობს ესეთი აზრი, რომ კაპებით ყველა სახის ანომალიას ვერ უმკურნალებ. ხო, აი, მოდი ამ თემაში ავყვეთ. ანუ კაპებით რა იკურნება და რა არ იკურნება? ზოგადად ყველანაირი ოკლუზიი და ყველანაირი ანომალია შეიძლება ვუმკურნალოთ Invisalign-ით. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს აზრი ჩამოყალიბდა იქიდან, რომ თქვათ, ექიმს თუ საკმარისი გამოცდილება არ აქვს და აი 3D სიმულაციაში ჩვენ დღეს ნებისმიერი რაღაცა შეგვიძლია კბილი, შეგვიძლია ნებისმიერი მიმართულებით გადავაადგილოთ, მაგრამ მე სინამდვილეში ეს მოძრაობები არ განხორციელდეს და აი აქედან წამოვიდა ვფიქრობ ეს, იმიტომ რომ გამოცდილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ასევე მინდა რომ ძალიან დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ 2014 წელს გავხდი მე Invisalign-ის სერტიფიცირებული ექიმი, მაშინ საქართველოში არ მოღვაწეობდი. როდესაც 2015 წელს დავბრუნდი, არავინ არ აკეთებდა ამას და არავინ არ იყო და პაციენტების დარწმუნება ძალიან რთული იყო, რომ აი ეს პატარა პლასმასის რაღაცა ეს როგორ შეიძლება რომ ის იგივე შედეგი მიიღო რაც ბრეკეტებით. აი ეგ მინდოდა მეკითხა, ბრეკეტებითაც, ანუ რაღაცა არის ლითონის ბრეკეტები, კერამიკის რაღაცა თემები, გამჭვირვალე ბრეკეტები და ეს Invisalign-ი, ხო? ანუ ეს ყველა მაგ სეგმენტში შეგიძლია გამოიყენო ესეთი კომფორტული ტიპი? კი, ნამდვილად, აი 100%-ით შემიძლია რომ კინების კონსტრუქციის დაყენება, ვაი მე აგრესიული კბილები აქვს ქვევით მაგალითად რა. ეს რაღაცები აი ამითი შემიძლია გავასწორო? კი, 100%-ით შემიძლია გითხრათ და გეპატიჟებით ჩვენთან და 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ უმტკივნეულოდ და აი მაქსიმალური კომფორტით შეგიძლიათ რომ კბილები. რამდენი წელია რაც ეს ტექნოლოგია არსებობს? დელესკეპები არ გამიგია მე ჩემთვის სიახლეა ეს გამჭვირვალე. საერთოდ სამშობლო ამისი ამერიკაა და კალიფორნიაში 1997 წელს გაჩნდა საერთოდ აზრი და 2000 წლიდან უკვე აქტიურად დაიწყეს მისი გამოყენება და საქართველოში დაახლოებით 4 წელიწადია რაც სხვა ქართველი ექიმები შემომიერთდნენ და უკვე ოფიციალურად არის, იმიტომ რომ მე როცა ჩამოვედი, მაშინ საქართველოში ოფიციალურად არ იყო და სხვა ქვეყნების გავლით მიწევდა Invisalign-ის შეკვეთა, რადგან უბრალოდ საქართველოს ბაზარი ამერიკაში
ამერიკაში კი ძვირის სიამოვნება იქნება ეს არ იქნება საკმაოდ მაგრამ თუმცა კომფორტთან არის სამშოვანია ახვედრაში კარგი რა უნდა წესები დავიცვათ მაგალითად რა არ უნდა ჭამოს ადამიანმა იმ პერიოდში როგორც როცა კაპებით თუ ბრეკეტებით თუ მაგალითად ინვიზიოლაინით მიდის მკურნალობა რამე შეზღუდვებთან არის დაკავშირებული ეს აი თერაპიული კურსის პერიოდი აი ნახეთ ვინცაც ბრეკეტები კეთებიან უკეთია ძალიან კარგად იცის რომ უამრავი შეზღუდვა არის საკვებთან დაკავშირებით ანუ წებოვან საკვებს ვერ მიირთმევ მაგალითად მოკვეჩა შეიძლება ყველაფერი დაჭრილ მდგომარეობაში უნდა მივიღოთ რავი მაგალითად კინოში პოპკორნს ვერ მიირთმევ რადგან პოპკორნი რატო ბილი არის, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა რჩება კბილებსა და ბრეკეტს შორის, ასევე მოტეხვის ალბათობაც დიდი არის და კაპების შემთხვევაში მოიხსნი უბრალოდ მიირთმევ საკვებს და შემდეგ გაიკეთებ. ანუ არაფერი არ იცვლება. მართლა აი ნახე, აი შეგდე, აი ხრა დაღრეცილია, ხო? გაბაჩოსაც ესე აქვს. ჩემ შვილებს დროზე მუშველეთ და თავის თავს მიხედეს, მაგრამ ამას ეშველი მართლა ამით რამე? შემიძლია გითხრათ, რომ იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ბრეკეტებით. აი თქვენ, რასაც მაჩვენებთ ახლა, პირობას გაძლევთ, რომ 5 თვეში გექნებათ აბსოლუტურად სწორად. 5 თვე პოპკორნის გარეშე გაძლევ ადამიანი როგორ. კარგი, ეს ბუნებრივია ზედაქვედა ყბაზე მიდის პარალელურ რეჟიმში, იმიტომ რომ ხა მე თანაკბილოა, როცა კბილები ერთმანეთს ხვდება, ხო ზედაყბაზე, წინა საჭრელი, მჭრელი, საჭრელი კბილები აქვს, თქო ისინი პოზიცია შეცვლილია, ხო? აქ თუ მიდის ცვლილებები, ეხა აი ესეთი დეფორმაცია 50 წლის ასაკში მოვინდომო დაუშვათ ჰოლივუდური ღიმილი, მოვდივარ და ვიკეთებ და დაახლოებით 5 თვეში ამას ვასრულებ. კი, მაგრამ ანუ ასაკობრივი შეზღუდვა ზოგადად არ არსებობს ორთოდონტიაში, სანამ პირისყრუში კბილები გაქვთ, მანამდე შეიძლება ორთოდონტული მკურნალობა. მერე იმპლანტები. ესაც ახლა ხდება დიაგნოსტიკა, ფასდება იქ ძვლოვანი სტრუქტურა, ფირფიტა რამდენად თხელია, ძვლის რა არეალი გვაქვს სამოძრაოდ, იმიტომ რომ ასაკობრივი შეზღუდვა კი არის ჩვენთან მაგალითად ძალიან ხშირად მოდიან ახალგაზრდა პაციენტები, რომლებიც უკვე ნამკურნალები არიან ორთოდონტიულად და გვიწევს მეორე მკურნალობის დაგეგმა. და ამ დროს კი, რასაკვირველია, მეორადი მკურნალობა უფრო რთული არის, იმიტომ რომ იქ შეიძლება რომ რეზორბციები იყოს, რეზორბცია არის, როდესაც ფესვი არის დამოკლებული. ეს არის დიდი ძალები, როდესაც ვითარდება და ნუ ორთოდონტიის მერე ითვლება რომ 1/3-ით თუ დამოკლდა ფესვი ნორმა არის, მაგრამ თუ მაგაზე მეტი არის, უკვე იმ კბილის გადაადგილება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება დავკარგოთ კიდევაც ორთოდონტიული მკურნალობის დროს. ანუ თქვენი ჯოკერი, ასე ვთქვათ, ნინო, არის დღეს სტომატოლოგიურ დიდ, ასე ვთქვათ, საბრძოლო ველზე ინვიზიოლაინი, ხო? კი, იმიტომ რომ რისკები შეამცირა ძალიან, უფრო კომფორტული გახდა და მე ღრმად მწამს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აი თქვათ როგორც ფირფიტები ნელ-ნელა გაქრა და ის არ არის ძირითადი სამკურნალო მეთოდი, ესე იქნება ბრეკეტებიც და დროთა განმავლობაში ძირითადი ინსტრუმენტი ალბათ დარჩება კაპები, თუ რაღაცა კიდევ ახალს არ გამოიგონებენ და თან ისე სწრაფად ვითარდება ეს ყველაფერი, რომ უკვე ყველაფერი მოსალოდნელი არის. ქირურგიული ჩარევების აუცილებლობა თუ შეამცირა ამ ტექნოლოგიებმა? კონკრეტულად ინვიზიოლაინზე არ ვიტყოდი, მაგრამ ზოგადად თქვა. კი, ზოგადად ორთოდონტია ისე სწრაფად ვითარდება და აი დამხმარე კომპონენტები არის, მაგალითად მინი იმპლანტები არის, ესეთი პატარა კნოპკასავით, რომ ავღნიშნო, აი რომ ავხსნა უფრო კარგად, ძვალში მაგრდება პატარა მინი იმპლანტი და ის როგორც საყრდენი ძალა არის და გვეხმარება კბილების გადაადგილებაში, მაგალითად ხრძილოვანი ღიმილი აწუხებს ძალიან ბევრს და შეიძლება ამითი კორექცია, ასევე ჰიბრიდული სასის ფართოვებლები არსებობს, ანუ ადრე თუ ორთოგნათია იყო ერთადერთი გამოსავალი, მაგალითად ყბის ზომის შესაცვლელას დასრულ ასაკში, ეხა შეგვიძლია, რომ მინი იმპლანტებით სასაზე მოვახდინოთ ჰიბრიდული აპარატების სასის გამოფართოვებლების ფიქსირება და ამითი შევცვალოთ ყბის ზომა. რკალის ზომა კი არა, ამით ყბის ზომა. ჰიბრიდული ახსენე და სიტყვა უცებ გამახსენა ხელოვნური ინტელექტი, ხო, სიტყვაზე. ხო, ეს ტექნოლოგიები თუ არის დღეს გამოყენებადი მსოფლიოში და მაგალითად თქვენ პრაქტიკაში თუ იყენებთ ამ ტიპის ჩარევას, როცა თქვა AI გეხმარებათ დაგეგმარებაში გარკვეული პროცედურების წარმოების. იცით როგორ არის ხელოვნური ინტელექტი თითქოს განუყოფელი ნაწილი გახდა და რაღაცა როგორც დამხმარე კომპონენტი ექიმისთვის, აი რაღაცა ერთი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, მაგალითად დღეს პაციენტი რომ მოდის ჩვენთან, მის პირისყრუს 3D სკანერით ვასკანერებთ და ვიზუალიზაცია ხდება ამისი ყველაფრის, მერე ვუღებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ამისი ერთმანეთზე დადება ხდება, ანუ სიმულაცია ხდება ამათი ერთმანეთზე და ჩვენ შეგვიძლია რომ მკურნალობის პროცესში კბილები როცა გადაადგილდება, დავაკვირდეთ ფესვები
ძვლის არეალიდან არ გავიდნენ და ამას პაციენტიც ხედავს, რომ კბილი გადაადგილების. ანუ სიმულაცია ხდება უკვე რა. სიმულაცია ხდება და ეს არის აი ძალიან მეცნიერულ დონეზე არის, რომ კბილი არ გავიდეს სულოვანი სტრუქტურიდან, იმიტომ რომ რა არეალში შეუძლია იქ კორტიკალური კი, აი კორტიკალური შრე, რომელიც არ უნდა გამოვიდეს, თორე ფესვი თუ გამოვიდა ძვლის სტრუქტურიდან, ხო? შემდეგ მისი დაკარგვის ალბათობა ძალიან იზრდება და ორთოდონტიული მკურნალობის ერთ-ერთი გართულებაც ეს არის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ძვლის ფარგლებში ვიმოძრაოთ და როცა ეს ყველაფერი შეგიძლია რომ ნახო კომპიუტერში, კომპიუტერული ტომოგრაფიის და 3D სკანერის დახმარებით, ეს ყველაფერი ერთად როგორ და კბილები როგორ გადაადგილდება, ну არ ვიცი, ახლა როცა ესეთი რაღაცა არსებობს, ადრე იყო რომ ეს ექიმის გამოცდილებაზე იყო რაღაცა და ეხლა უკვე იმდენად გამარტივებული არის, რომ გიცავს რისკებისგან და გართულებებისგან, ამიტომაც ეს იმასავით არის, Google Maps რომ ჩართავ და დააჭერ ლოკაციას და აღარ ფიქრობ საით წავშენ, უბრალოდ ასრულებ იმ გზას მიყვები და მე გიყვანს იქ სადაც უნდა მიხვიდე. ეს სიმულაცია ასევე აძლევს საშუალებას, მაგალითად, მოსულ ადამიანს მომავალში ღიმილი თავისი დაინახოს, ანუ რეალისტურად შეგიძლია მე მოვიდე, დავждე და აი თქვენი AI თქვათ ეს სიმულატორები, 3D კომპიუტერის ტომოგრაფი და ეს ყველაფერი შევაჯერო და მე გავიჩითო იქ გაგარი გაღმებული ძალიან ესეთი ღიმილით, ანუ რეალურად. და ეს ხო დიდი мотиваციაა, ხო, ჩემთვის რეალურად. აი ნახეთ, პაციენტი რომ მოდის ვასკანერებთ და იქიდან ზუსტად 1 წუთში პაციენტს ვაჩვენებთ მკურნალობის შემდეგ მისი კბილები როგორი განლაგების იქნება. და საფულეს იგივე და რჩება იქ ხო. მაგარი სიამოვნება. სხვათა შორის ძირითადად ნამდვილად ეგრე ხდება, როცა ყველაფერს ვუხდით. მაგის გარდა ეხლა დავიწყეთ 1 წუთიანი ვიდეოების გადაღება პაციენტებისთვის. ჩვენ ვთხოვთ, რომ ისინი მაქსიმალურად გაიღიმონ, იცინონ, ისაუბრონ და ვიდეო შეგვიძლია ვაჩვენოთ გასწორებული კბილებით და ისეთ ემოციებს იწვევს ეს ყველაფერი პაციენტში, იმიტომ რომ საკუთარ თავს ხედავენ ფაქტიურად მომავალში და ეს არის მათთვის სტიმული, რომ სწრაფად დაიწყონ ორთოდონტიული მკურნალობა და რაღაცა რო იციან რა მიზნამდე უნდა მივიდნენ, ეს რაღაცა პროცესი უფრო ადვილდება და უფრო ესეთი მარტივი გასავლელი არის შემდეგ. ოკეი, ჩემს სფეროში არის გადაჭარბების საშიშროებები და ესეთი სინდრომია, სხეულის დისმორფული სინდრომი, როცა ადამიანი უკმაყოფილოა მუდმივად თავისი სხეულით გარეგნობით და სულ რაღაცის შეცვლა უნდა. არის ზღვარი სადმე ვთქვათ ორთოდონტია სტომატოლოგიაში, როცა ადამიანი მოგმართავს და სულ მეტი უნდა ხამფერის შეცვლა უნდა რაღაცა ესეთი ტიპები არიან? კი, რასაკვირველია, ეხა ეგ განუყოფელი ნაწილია მედიცინის ვფიქრობ და ჩვენთანაც არის რომ რაღაცა მინიმალური ცვლილებებზე არიან, რომ კიდე უფრო უკეთესად უნდა ან თქვათ კბილის ზომა უნდათ იმაზე ბევრად დიდი, ვიდრე მის პარამეტრებს შეეფერება, ან ძალიან თეთრი, რომელიც ძალიან არაბუნებრივია და პირიქით ასაკს მატებს მე თუ ვკითხავთ. კბილები რა თემა, რატო უნდათ? ადრე იყო სხვათა შორის ძალიან პოპულარული, ძალიან თეთრი კბილები, ანუ არაბუნებრივად, მაგრამ ნელ-ნელა ვფიქრობ, რომ შეიცვალა ეს ტრენდი და დღეს მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული, იმიტომ რომ რაც უფრო ბუნებრივია, რაღაცა უფრო ახალგაზრდული არის. ზუსტად იგივე ხდება ესთეტიკურ მედიცინაში, ზუსტად ერთ-ერთი შეტყობა, ერთნაირი ტრენდების ერთნაირი ცვლილებებია, მაგალითად ჩვენ სფეროში, რომ ასე ვთქვათ, იყო მოდაში დიდი ქსოვილები ტუჩის არეში, დიდი მოცულობები ყრიმალის არეში, ხო, ასე ვთქვათ, დომინაცია სახის გარკვეული ნაკვთების. დღეს ეს პროვინციონალიზმად ითვლება. ანუ ასე ფასდება პირდაპირ. ალბათ იგივე ტენდენციაა მაქსიმალური ბუნებრივობისკენ ორთოდონტია სტომატოლოგიაშიც, ხო? ანუ ბუნებრივობა ყველაზე მაგარი ტიპია რა, მაგისკენ უნდა უტოდეს ადამიანი. და კიდევ აი ერთ რაღაცას გავამახვილებდი ყურადღებას, რომ თუ კი თანკბილვა არის სწორი და სწორ მალე ჩავერიეთ და ზრდის პროცესში ზღბების ზომა შევცვალეთ, ეს ასევე აისახება მაგალითად ყრიმალებზე და ყრიმალები უფრო გამოკვეთილი არის დასრულ პაციენტებშიც, ანუ ჩვენ ვიღებთ ხოლმე სურათებს და ვნახულობთ, რომ ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ ეს შუა მესამედი თუ იყოს შებრტყელებული, შემდეგ ფორმებს იცვლის და თითქოს აი სურათს უყურებ და ვერ ხვდები რა არის სხვაობა, მაგრამ თუ დააკვირდები, იქ ყრიმალებს აქვს შეცვლილი ფორმა, ტუჩის კუთხე არის აწოლი და ის სახის ნაკვთები ძალიან იცვლება თუ ფანტასტიკა. ერთად უნდა ვიმუშაოთ მოკლედ.
კი, ნამდვილად. ძალიან კაი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღნიშნეთ. კარგი. მე ერთი კითხვა მაქვს, მაგრამ მანამდე წარვადგენ ჩვენ სპონსორები ძალიან საჭირო არის. იმისთვის რომ კაი ეპიზოდებით ჩავიწეროთ. პოდკასტის სპონსორია აჰავა. მტვარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გთავაზობთ სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. აქვე აღნიშნავთ, რომ აჰავას ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ასეთი არის აჰავა. აი ახლა გვაქვს აჰავას ერთ-ერთი ხაზი. მე მოვსინჯე და რაღაცების ის თხიპნა მეც მიყვარს ხოლმე და კაი სუნი აქვს მათ შორის. ეხლა რაც შეეხება შემდეგ ჩემს კითხვას, თქვენ ახსენეთ ნინო ღრძილოვანი ღიმილი, გამის smile. როცა ჩემთან მოდის პაციენტი და ტუჩების მოცულობის შევსებაზე და მოდელირებაზეა საუბარი, საკმაოდ ხშირად არის გამის smile. არსებობს ესთეტიკურ მედიცინაში თქვათ იქ ბოტულოთერაპიით კუნალობა, თქვათ ტუჩის მოდელირებით გარკვეულად კამუფლაჟირება, თუმცა რეალურად ეს შორს არის ჭეშმარიტი შედეგიდან. აქვე მე მაინტერესებს, დღეს რას თავაზობთ თქვენ, როცა არის ღრძილოვანი ღიმილი და თან ზოგ შემთხვევაში საკმაოდ შემაწუხებელია ვიზუალური აღსაქმე. აი უფრო კარგად რო აგიხსნათ, წარმოიდგინეთ, რომ პატარა მინი იმპლანტები, როგორც თქვი, მაგრდება ღრძილში ცენტრალური კბილების პარალელურად და ხდება რეზინებით ფიქსირება ან ელაინერებზე, ან ბრეკეტებზე არა აქვს მნიშვნელობა და აი ეს მანძილი ღრძილსა და კბილს შორის იცვლება და შესაბამისად ღიმილის დროს ღრძილის ის დიდი ნაწილი აღარ ჩანს. ეს თითქოს აიწევს ზევით. კი, ღრძილი არა კბილი, კბილები თვითონ გადაადგილდება კბილთა რკალში. რა საინტერესოა. რამდენი მილიმეტრი შეიძლება დავუშვათ? 2, 3? შეიძლება 2-3 მილიმეტრით შეიცვალოს. ამის შემდეგ ასევე ლაზერით ვახდენთ ხოლმე ღრძილის კორექციას, რომ მაქსიმალურად იყოს ლამაზი და ესთეტიურად გამართული და აბსოლუტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამის smile მთლიანად შეიძლება, რომ აღმოიფხრას ამ მინი იმპლანტების და Invisalign-ის ან ბრეკეტ სისტემის საშუალებით. ანუ მე თუ შევნიშნე, რომ პაციენტი ამას განიცდის, თავისუფლად შემიძლია ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ ასაკში რომ ამ ტიპის პროცედურა გამარტივებულია, შედეგიანია, ეფექტურია, ძვირია ძალიან, აი მაგალითად ძვირია ესეც ამონება. აი დაახლოებით ეგეც. დამატებითი, აი ნახეთ, თქვათ ბრეკეტ სისტემა, ან Invisalign სისტემა, ხო, მას მხოლოდ დამატებით ემატება მინი იმპლანტების ფიქსაცია, რომელიც რა ვიცი, შეიძლება 500-დან 1000 ლარამდე მერყეობდეს დაახლოებით. ანუ საკმაოდ რეალისტურია ამ ყველაფრის გაკეთება. როგორც დამატებითი კომპონენტის ძალიან რეალისტური არის. კარგი, ყველაზე ხშირად რა სურვილებით მოგმართავენ ქართველი პაციენტები? დღეს საქართველოში ხომ არ არის რაიმე მიმართულება, რაც უფრო გაპოპულარებულია, თქვა თეთრი კბილები, თქვა რაღაც ჰოლივუდური ღიმილი, თქვა მაღალი კბილი, დაბალი კბილი, რაღაცა სპეციფიკა რა არის ყველაზე ხშირი მომართვია. ორთოდონტიული მხარით რო შევხედოთ, ეს არის მოდიან პაციენტები და გთხოვენ გამოკვეთილი ჯოლაინი ყველაზე პოპულარული ის ხო, რომ რაღაცა მკვეთრად გამოხატული ქვედაყბის კუთხე. რასაკვირველია, ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ ეს იკვეთება, მაგრამ ხანდახან არარეალისტური არის ხოლმე პაციენტის მოლოდინი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიცით, რომ აი ფილერებით იმდენად იცვლება, ვთქვათ, ქვედაყბის კუთხე და ისეთი ცვლილებები არის, შეიძლება ესეთი დიდი ცვლილება ვერ გამოიწვიოს, მაგრამ აუცილებლად ცვლილება არის და ჯობია, რომ პირველ რიგში ორთოდონტიული მკურნალობით გავასწოროს და თქვათ, თუ კიდევ რაღაცა კორექცია გვინდა, შემდეგ უკვე აი ეს იყო პროფესიონალის პასუხი. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ხსნით ახლა ქირურგია გასაგებია, როცა ქირურგიაში მოღვაწეობ, შეიძლება შესთავაზო იქ თქვა ქვედაყბის კუთხის იმპლანტი, ნიკაპის იმპლანტი, კორექციის მასალით და ხელოვნური სინთეტური ძვრის გამოყენებით და ეს გაიკეთებს და მუდმივად თქვა გარკვეულ ეფექტს მიაღწევს. ის იმას დარჩება, მაგრამ ძირითადი მკურნალობა მაინც მანდარი და ის საშუალებები, რასაც შემავსებლები ქვია, ხო, ეს არ არის კარგი, როცა ბევრია გამოყენებული და შესაბამისად ორთოდონტული მკურნალობა, ვთქვათ, ამ მეთოდებით და მცირედად მიხმარება ჯამში უფრო ჯანსაღ შედეგს იძლევა. კარგი უკავშირი იყო, მადლობა. ნინო, რა მინდა გკითხოთ? სტომატოლოგია ძალიან ფართე დარგია, ხო? პროფესიული თვალსაზრისით, ორთოდონტია, ასე ვთქვათ, თერაპია, ხო? მოვლა და ასე შემდეგ, ხო, ქირურგია და სხვა. რას თავაზობს შენ და შენი გუნდი, ხო? მოვედით თქვენთან. მაქვს კარიესი დაუშვათ, მაქვს ამოსაღები კბილი, მაქვს მინდა სურვილი გავითეთრო კბილები, ან ვინირება გავიკეთო.
შემიძლია ანბანის პირველი 100-დან ბოლო 100-მდე ვთქვათ, საჭიროების სამებრ გავიარო მომსახურებები? ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატების ყველაზე დიდი წილი არის ჩემი გუნდი. რადგან მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტომატოლოგიაში ზოგადად მკურნალობა კომპლექსური არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კონკრეტულად მხოლოდ ორთოდონტია არ შეიძლება ადამიანს სჭირდებოდეს, ხო? მას აქვს რაღაცა დასაწყისი, დასასრული და კომპლექსური არის ეს ყველაფერი და მე ვამაყობ ჩემი გუნდით, ასევე მინდა ვთქვა, რომ CRM პროგრამა გვაქვს ჩვენ, ანუ soft. კი, ეს არის soft-ი გვაქვს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ვერ მოვიძიეთ ისეთი, რომელიც ჩვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და მე სხვა ქვეყნიდან გადმოვაქართულეთ. ეს არის რომ პაციენტის ინფორმაცია გროვდება ყველაფერი და შემდეგ ყველა ექიმს, მის მკურნალი ექიმი არის ჩართული ამ პროგრამაში და ყველა ვიზიტზე ხდება მათი ფოტოსურათების ატვირთვა, ყველა კომენტარი არის საერთო, ანუ ყველა ვხედავ, თქვა ჩემი დატოვებულ კომენტარს ხედავს ქირურგი, ორთოპედი, კონდურად და შესაბამისად მკურნალობის გეგმა მიდის როგორც დაგეგმილი არის და ყველა ექიმს ყველა ეტაპზე აქვს ყველა ინფორმაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პაციენტი არ არის დაბნეული და იცის, რომ რამოდენიმე ექიმი ერთდროულად მგეგმავს მათ მკურნალობას და მათი მკურნალობა არის წინასწარ გაწერილი და რაღაცა პრობლემები არ ექნება, მაგალითად, რომ შემდეგ რომელი ექიმთან უნდა მივიდეს და არ უწევს ახსნა, რომ აი წინა ექიმთან თქვა ორთოდონტთან ეს და იგეგმა, ანუ ინფორმაციის გაცვლა ხდება ძალიან კარგად და ექიმებიც ჩართულები არიან ყველა ეტაპზე. ნინო ორჯონიკიძის სტომატოლოგიური ცენტრია თუ რა თქვენი გუნდი გაქვს? კლინიკა A1, სადაც აი ესე კომპლექსურად ნამდვილად ჩემი გუნდის ყველა წევრი არის თავის პროფესიაში. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე წარმატებულები და ძალიან განვითარებულები და მინდა ვთქვა, რომ ბევრი სიახლე ინერგება ჩვენს კლინიკაში და აი ესეც აი ერთ-ერთი კომპონენტი არის, იმიტომ რომ აი კიდე შემიძლია აღვნიშნო, რომ აი ადრე თუ გახსოვთ კომუნისტების დროს რაღაცა ექიმი იყო გათანობრებული ღმერთთან, რაღაცა ექიმი რასაც გეტყო და ეგ იყო ყველა ვარიანტში და დღეს აი რაღაცა სერვისის ელემენტები დაემატა. ეს რასაკვირველია მედიცინა პირველი არის და რასაკვირველია მედიცინის მხარე უნდა იყოს პირველად ხელშეუხებელი, მაგრამ სერვისიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პაციენტი კომფორტულად გრძნობდეს თავს და რაღაც მათი იმიტომ რომ მკურნალობის ხარისხზე ძალიან აისახება, რამდენად მოხდება ამ ყველაფრის დამენეჯმენტება, რამდენად ამ ინფორმაციის გაცვლა და ეს ყველაფერი, ეს პატარ-პატარა დეტალები არის, რაც ზოგად სურათს ქმნის და მკურნალობის ხარისხზე ძალიან აისახება. მადლობა, მე ესე გავიგე. მოვედი თქვენთან, დავჯექი სავარძელში, ჩამხედა თერაპევტმა, გაკეთდა პირველადი აუცილებელი კვლევა, შევიდა ეს ინფორმაცია ბაზაში და ყველაფერი ის, რაც მე შესაძლოა მჭირდება თქვენთან მკურნალობის პერიოდში, ავტომატურ რეჟიმში მომეწოდება საჭიროების სამებრ და მე ეხლა სად წავიდე და სად დაველოდო თემა აღარ მიჩნდება. ფანტასტიკურია. რა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ჩვენი კბილები იყოს ძლიერი და ჯანმრთელი. აი მაგალითად იმისთვის, რომ ხასიათი გქონდეს კარგიო, D ვიტამინი შეამოწმეო. ხო, იმისთვის, რომ რაღაცა კანი გქონდეს კარგათო, წყალი მეტი მიიღეო. არის ესეთი ხო რჩევები მილიონნაირი რაღაცა სისტემების თუ ორგანოთა სისტემების სიჯანსაღისათვის. კბილებისთვის რამე სპეციფიური ხო არ არის და აი ბოლო პერიოდში ხო არ აღმოაჩინეს რაღაც ისეთი, რომ წიწიბურას თუ შეჭამ, მაგარი ღიმილი გექნება თემა. რაღაცა განსაკუთრებული ან ჯანსაღი კბილები გექნება მაგალითად, აი რა ხდება მანდ. რაღაცა განსაკუთრებული აღმოჩენა ისეთი არაფერი, მაგალითად, მაგრამ შეგვიძლია რომ მაგალითად პტორირებული კბილის პასტები გამოვიყენოთ, ან კალციუმი მივიღოთ, ხო? კალციუმი არის როგორც მთავარი ნაწილი კბილის. ამიტომაც შეგვიძლია როგორც მედიკამენტი მივიღოთ, ასევე საკვებ პროდუქტებში, რძის პროდუქტებში, თქვენ კვერცხის დაჭუჭის თემა? კი, რეალურია ესეც, მაგრამ რამდენად რეალისტურია რომ პაციენტმა ეს მიიღოს, არ ვიცი. კარგი, დანამატებს ხო არ უნიშნავთ ხოლმე მაგალითად რაიმე სპეციფიკური. ხო, იცით როგორ არის, აი როცა კალციუმს ვიღებ, აუცილებელია D ვიტამინი არის როგორც გამტარი. ანუ თუ D ვიტამინი არ არის საკმარისად ორგანიზმში, კალციუმს უბრალოდ ვერ მიიღებს. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა მათი თანხვედრა მოხდეს ერთად. კარგი, აქვე, რადგან შენ ხარ ჩვენი სტუმარი, პოდკასტის სტუმარი, მოვლა ჩვეული ყოველდღიური მოვლა. ამ თემებზე ყველა საუბრობს, ყველა ლაპარაკობს და ყოველთვის მინდა ვიყო up to date. მაგალითად მე დღეში ორჯერ ან სამჯერ ვიყენებ კბილის ჯაგრის,
მიყვარს ნაირნაირი კბილის ასე ვთქვათ პასტების ცვლა, ვცდილობ რომ ახლა იაფასიანს მოვირიდო, მაგრამ რაღაცას იგიჟებსაც არ დავსდევ და არ ვეძებ, ზოგს ჩამოაქვს საიდანღაც და არის თელი ამბავი მოკლედ ამ მიმართულებით, ეს ცოტა ზედმეტია მე ვფიქრობ. კი, ხრიკებია. თუმცა ეს 2-3ჯერ კბილის სანაცია კბილის ჯაგრისით დღეში. საღეჭი რეზინი ვთქვათ, როცა არ არის საშუალება რომ დაიმუშაო პირის ღრუ, ფლოსის გამოყენება, ამ პატარ-პატარა ჯაგრისების გამოყენება ძალიან მოდაში შემოვიდა და მოდი მაგასაც ვარემ დავასრულებ კითხვას, აი ეს ინსუფრატორი, ანუ ბაღალი წნევით წყლის ჭავლით კილთაშორისი სივრცეების გამორიცხვა ერთი პერიოდი ძალიან ვიყენებდი, მე სისხლდენები დამეწყო და ცოტა სიფრთხილე გამოვიჩინე. როგორ მოვუაროთ ყოველდღიურად კბილებს? კი ბატონო, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დღეში ორჯერ დილას და ღამე გამოვიხეხოთ კბილები. ოღონდ აი აქაც რაღაცა ისტერიული კბილის ხეხვა არ არის საჭირო და ყველა კვების შემდეგ კბილების გამოხეხვა არ არის ნორმა და რაღაცა ყველაფერში თუ ოქროს შუალედს დავიჭერთ, კარგი იქნებოდა. ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ვთქვათ, პტორირებული კბილის პასტები რო გამოვიყენოთ, არ არის აუცილებელი რომ ყოველდღე მათეთრებელი კბილის პასტა გამოვიყენოთ, რომ რაღაცა მინანქარი არ დაზიანდეს. არსებობს უამრავი სავლები, მაგრამ ყველაფერი დოზირებულად და არა გადამეტებულად. ასევე ფლოსი იდეალურია, რადგან კბილებს შორის სივრცეებთან რო მიუდგომელი ზონები არის და ამისი კარგად გამოსუფთავება რომ მოხდეს. ასევე ირიგატორი ახსენეთ, ვფიქრობ, რომ ესეც შეიძლება გადაჭარბებული მოხმარება იყო, იმიტომ რომ ზოგადად ირიგატორი ძალიან კარგი საშუალება არის და ვინც ირიგატორს იყენებს, იმდენად იცვლება პირის ღრუს ჰიგიენის. ფანტასტიკური რამ არის, კი, რომ კარგი არის, მაგრამ არა მთავარი. მთავარი არის, რომ რბილი ჯაგრისით გამოვიხეხოთ და კიდევ ვიცით ძალიან ბევრ კვლევებში აღმოჩნდა, რომ თქვათ მარჯვენა ხელით, როცა ვიხეხავთ კბილებს, მარცხენა მხარეს არის დაზიანებული მინანქარი, იმიტომ რომ აქტიურად ერთი მიმართულებით და აქეთ, ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა გააზრებულად გამოვიხოთ, ხო? კი, რომ რაღაცა ყველა მიდამოში მოხდეს. მე აღმოვაჩინე ამას წინათ ერთ-ერთ მაღაზიაში ხა ვიყრი რეკლამა გამომივა. ამერიკული სხვათა შორის ეს დიდი ბალონებია, წყალბადის ზეჟანგი და რაღაცა შიგნით. პასტის მაგვარია. ამას უღრევ ხოლმე კვირაში 2-3ჯერ ჩვეულებრივ კბილის პასტას, ესე არის რეკომენდებული. მართლა გითხრა შემადგენლობა არ ვიცი, მაგრამ სასწაულს აკეთებს რა. ძალიან მაგარია, მე გეტყვი კადრის მიღმა. სად ვიყიდე, მაგრამ მართლა მაგარია, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა სითეთრეს დიდად არ დავსდებ, იმიტომ რომ თავისი ბუნებრივი სითეთრე აქვს ჩემ კბილებს, მაგრამ ტექნიკურად თქვა გარკვეული ყავის მოხმარებების მერე, კვებით იმის მერე, მაინც ნადები არის, რომელსაც ჩვენ ჯაგრისით ესე მარტივად შეიძლება ვერ ვიშორებთ, ხო? მაგრამ იმუშავა მაგან. დიდი სიამოვნებით. კარგი, მივედით რუბრიკამდე მითები და რეალობა, ხო? გვაქვს ესეთი რუბრიკა. მე გავსვამ კითხვას და შენ მითხარ ეს მითია თუ რეალობა, ხო? წავედით. პტორის შემცველი კბილის პასტები ყოველთვის მავნებელია. მითია, პირიქით მათი გამოყენება, პტორიანი არა, პტორის საშიშია ჯანმრთელობას აზიანებს. ოკეი. გათეთრება აზიანებს კბილებს. მითია, პროცედურული გათეთრება. მითია, ექიმმა უნდა შეარჩიოს სწორი პროცედურა, რომელი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში არადამიზიანებელი. ეს ისა, ლაზერი, airflow-ი გაწმენდა, ეს ქიმიური გათეთრება არ არის, მაგრამ ქიმიური გათეთრების სხვადასხვა გზები არსებობს და ექიმი ინდივიდუალურად კარგად შეარჩევს და ეს ნამდვილად დამაზიანებელი შეიძლება რომ არ იყოს. თემა და რაღაცეები არ არის რეალური. მადლობა. ნებისმიერ ექიმს შეუძლია ინვაზიოლაინით მკურნალობის ჩატარება. მითია ნამდვილად მეცაც ვიტყვი რომ ყველა ორთოდონტს არ შეუძლია ინვიზიოლაინით მკურნალობა, რადგან მისი ბიომექანიკა და ბევრი რაღაცა ნიუანსები არის, რომელიც აუცილებელია რომ იცოდე და მხოლოდ ამ ნიუანსების კი არა და ამ სისტემის კარგად ცოდნის შემთხვევაში შეგიძლია რომ მკურნალო. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ნინო ჯონიკიძეს ეს შეუძლია. ნამდვილად. კარგით, არასწორი თანკბილვა არ გამოსწორდება თუ ეს გენეტიკურია. მითია, შეიძლება გამოსწორება, მთავარი არის დროული დიაგნოსტიკა, დროული მკურნალობა და ამ მკურნალობის თანმიმდევრობის დაცვა, ანუ თანმიმდევრულობი რო ვიყოთ და მკურნალობის გეგმა თავიდან ბოლომდე შევასრულოთ. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მეც რაღაცა პატარა ნიუანსები გავიგე, რომელსაც შეიძლება ხელი წავალო და რა იცი რომ მოგაკითხო, შეიძლება კიდევ მოგაკითხო. დღეს ერთ ნინოსთან ეპიზოდს ვასრულებთ, ცოტა ხანში მეორე ნინო გვეყოლება სტუმრად და აუცილებლად გააგრძელეთ ამ ჩვენი ეპიზოდის ყურება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება ძალიან მალე. მადლობა. მადლობა თქვენ.
ჟურნალისტი ტელეწამყვანი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი ნინო არაზაშვილი გვესტუმრა თავისი კაშკაშა ღიმილით და რა ვიცი, ძალიან დიდ პოზიტიური აურით, რომელიც ყოველთვის აქვს ნინოს თან და ეს აურა ახლა აქ მოიტანე და მადლობა რომ მოხვედი პოდკასტში ნინო. მადლობა პირველ რიგში ამ პოდკასტის გადაწყვეტილებისთვის, იმიტომ რომ მე ის ადამიანი ვარ, ვინც მიიჩნევს რომ ექიმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ჭუნახარ ეკრანზე და ზუსტად ვიცი რომ ასევე გამართლდება ყველა თქვენი საუკეთესო მოლოდინი და ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება პოდკასტს. მე უკვე აქტიურად ვუყურებ და ამიტომაც გავბედე დღეს მოვიდე და მივიღო მონაწილეობა ამ მეცნიერებაში. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. სხვათა შორის მაყურებელმა უნდა იცოდეს რომ კოტეს წინაშე ზის ადამიანი, ვინც პირველად დაუსვა კითხვები კამერის წინ ეს იყო რამდენი წლის წინ? რავი, თუ თქვა? რატო არა, რა ვიცი. მე ჭაღარები ვითვალოთ თავში 32 წლის წინ. მე ყოველთვის მახსოვს ეგ კიდე პოზიტიურად, იმიტომ რომ მას შინ სიახლე იყო თან რაღაცა ინტერვიუს რო იღებენ და თან პატარა გოგო იყავი შენც ხე მე თუ პატარა ბიჭი ვიყავი, შენ პატარა გოგო იყავი. კარგი იყო მოკლედ ეს რა. ნინო, პირველი რაც მინდა პირველი მადლობა. მაგრამ დღეს შენ ჩემზე მეტი ჭაღარა გაქვს. კარგი. პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედი. ძალიან დიდი მადლობა. შენამდე მადლობა რომ მომიწვიეთ. მყავდა სტუმარი ნინო ჯონიკიძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრეთ სტომატოლოგიის თანამედროვე ტრენდებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და პირისგუს მოვლა და წესრიგი და სიჯანსაღე და სითეთრე და ასე შემდეგ რა. შენ რატომ გთხოვეთ მოსვლა პირველ რიგში? იმიტომ გთხოვეთ, რომ ესეთი ძალიან ფანტასტიკური რესპონდენტი ხარ და მაყურებლისთვის ეს საინტერესო იქნება. შენი ამ ამპლუაში მოსმენა ჩემთვის კიდე პატივია შენი აქ ყოფნა. და კიდევ ის მთავარი, რომ შენ შეიცვალე გარკვეული, ასე ვთქვათ, ჩარევის შემდგომ შენი ღიმილი, ხო? ბილებზე რო გელაპარაკო ამისთვის ამაზე. არა, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. ეხლა ყველაფერი ითი დაიწყო. აბა დავай. მოკლედ ეკრანზე შევხედეთ ჩემ თავს. საერთოდ ძალიან კრიტიკული ვარ რა. სულ რაღაცა არ მომწონს ჩემ თავში და ნუ ხან ასწორებ, ხან ვერ ვასწორებ. და მივხვდი რაღაც არ მომწონს, აი ეს მესამე შვილი რო გავაჩინე, კბილის ფერი აღარ მომწონს. ეს რა? კბილის ჟაგრი. დავიწყე, აი ეს ერთჯერადები, მოვიმარაგე, ნუ ამას ახლა პასტაც მოყვება, მაგრამ ო, თან ბიოა, ხო? ხო იცი, ეს ფილმი, პირველად სხვათა შორის ეს შრალი ხეხვა. შრალად გახეხილი. აი შრალად გახეხილი კბილები, აბა ეს რომელი ფილმიდან გეცნობა? ხმაზეც ვერ მიხვდი? რაღაცა მეცნობა, მაგრამ ჯულია რობერტსი Pretty Woman. ეხლა ძალიან შორს არ ჩემგან, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აღმოჩნდა, რომ ვიღაცა იხეხავს პასტის გარეშე და ეს ხმა. და რატო მოგინდა ამის კეთება? ვიფიქრე, რომ ხშირი ხეხვა ზოგადად აუცილებლად გამითეთრებდა კბილებს. ვერ იკითხე სადმე რომ ხო და აი ახლა ვამსხვრევთ ამ რეალობას რა. აღმოჩნდა ყოველი ჭამის მერე ანუ არ აქვს მნიშვნელობა, როცა დრო მაქვს მახსენდება ჩავყავი, გავხსენი, ამოვიღე, წავიდა. ვახ, შემი. ხოია? მივხვდი რომ ეს არ შველის რა საქმეს. აჰა, გეტადება. მაქვს აქ ჩემი ყველაფერი მომარაგებული არ ნერვები და მე ავდექი და მივედი ექიმთან და მივხვდი რომ დიდი ხანი იხეხავდი შრალად კბილებს. კი, დიდი ხანს ვიხეხავდი და მე ექიმმა მითხრა რომ ეს ვარიო მითიო. დილას აღამოს იხეხავ. შენ ვერ მივხვდი. არა, ნუ ხოგენ მე მაინც ვფიქრობ იქ რაღაცა მაკიაჟი გადადის. იცი, წარმოიდი რომ 20 და რამდენი წელი არ ვიცი, ყოველ დღე ვარ ეთერში. ყოველ დღე ხო მაკიაჟს ვისმე და ყოველ დღე ხო პომადას ვისმე. ოკეი, კი, არის შემოქმედების შანსები. ხო რაღაცა, ნუ ყავა მიყვარს. ვიფიქრე რომ ალბათ აი ეს ხეხო, ნუ ხა თან ცოტა გაგამხიარულე, მაგრამ შენ რატო არ იხეხო? შალად გულებს. არ თორება შალად. მოკლედ მითხრეს ესეთი რაღაცა, რომ ჯერ რაღაცა სხივებით უნდა თუ გინდა თუ გაგითეთრებთო, რაღაც ეს იდეა არ მომეწონა, იმიტომ რომ შეიძლება ვცდები რა, მაგრამ იმიტომ რომ მითხრეს რომ მე რაღაცა მგრძნობელობა ხდება ძალიან ისეთი ამ კბილების და შეიძლება რაღაცა მოგჭრას, რაღაცა მჟავეს რო ჭამ. მოკლედ არ მინდოდა ამდენი დისკომფორტი და მე მივედი უფრო კარგ ექიმთან რა.
საერთოდ მე ძალიან მიყვარს სუპერპროფესიონალებთან საქმის დაჭერა, იმიტომ რომ ასე დროს ვდუნდები და მაქსიმალურად ეს ნდობა ძალიან მაგრად მუშაობს რა. და მითხრეს რომ ქალბატონო ნინო, ჩვენს გიყურებთ ხოლმე თქვენო ეკრანზე, მაგრამ თქვენო მარტო კბილის ფერის პრობლემა კი არ გაქვთ ხო? აბა რა მაქვს მეთქი ხო? დასაბჟენი არაფერი არ მქონდა. ცოტა გაგელია თო კბილები. როგორ მეთქი? ანუ ნახე, შემახედეს კადრი, ჩამირთეს ჩემი გადაცემა კლინიკაში და მაჩვენეს და მითხრეს რომ აი შეხედეო, რო ლაპარაკობო, კბილები პრაქტიკულად არ ჩანსო. და მაშინ მივხვდი რომ ამ ოპტიკურ ეფექტს რო რაღაცამ გამოანათოს პირის ღრუში როცა ლაპარაკობ აქ უდიდესი და ძალიან თვალის მომჭრელი შედეგი ეფექტი რა მართლა. და ანუ რა უნდა გავაკეთოთ მეთქი და ჩვენო გამოვიცვალოთ ახლა გვირგვინები, ამას ცირკონიუმის გვირგვინები ქვია, როგორც მახსოვს. და ცოტა გრძელს იქ რაღაც ნახევარ თუ 1 მილიმეტრზე იყო საუბარი. დაგრძელება. ხო. დაგიგრძელებთო და აი ეს ჩვეულებრივი საუბრის დროსო ეს თეთრი გამოანათებს და ნახეთ თქვენ როგორი უკეთესი იქნება თქვენი ღიმილიო. და ეს იყო შოკი. როცა გვირგვინებით დავჭექი მე პირდაპირ ეთერში. აი ეს იყო შოკი. ჯერთი პირი გაივსო ხო რაღაც ამ თეთრი რაღაცა მანათობელი კბილებით და მართლა ძალიან სასიამოვნო შედეგი მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ არც თან კბილის შეცვლა დამჭირვებია და არაფერი. ფერი როგორ შეარჩიე ნინო? ფერი, აი რითი არჩევდი? რაღაცა სითეთრისკენ იხრებოდი თუ ბუნებრიობისკენ იხრებოდი? თუ რა თუ ვინმე გითხრა რა ეს კარგიაო. მივდიოდი ადამიანებთან. აი ეს პირდაპირ. მივდიოდი. სარკეში ჩავიხედებოდი, გაიღიმებეთყოდი. აი ესეთი ფერი მინდა, მე მგონი აი ესე გაიღიმე. აი ესეთი ფერი, ამაზე თეთრი არ მინდა, იმიტომ რომ ამაზე თეთრი შეიძლება დაემსგავსო რაღაცა პლასტმასის კბილებს რა. ანუ მე თუ მომიდა მოვიდე შენ და ხო. მე რაღაცა ვისაც გაკეთებული ქონდა რა ეს კბილები, მათთან მიდიოდი. მე ვეკითხებოდი რა ფერი გაქვს, რა ქვია, რა კოდია. რამდენი ხანი გაკეთეთ? რამდენი ხანი გრძელდებოდა ეგ შესწავლა? მალე რაღაც 3-4 დღე. მაინც ბოლოს ექიმა რაც მირჩია ის გავაკეთე, მაგრამ იცი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მან მნიშვნელოვანი არის როგორც მე ამიხსნა ჩემმა ექიმა და მამეცადინა, კბილების სიგრძე, თანაფარდობა ქვედა და ზედა ყბას შორის. მე უკვე ვიცი რომ ზედა ყბის კბილები უნდა იყოს უფრო გრძელი ვიდრე ქვედა ყბის კბილები, უფრო მაღალი რა, ანუ იმიტომ რომ თუ ქვედა ყბის კბილები არის მაღალი და ასეთები შემიმჩნევია სხვების როცა საუბრობენ და ვაკვირდები, მეჩვენება და ასეც ყოფილა რომ თურმე ცოტა ასაკს მატებს. რა თქვენი ახლა მომატება ჩვენი? ამიტომ ვენდობით საუკეთესო ექიმებს. ოკეი, კარგი, შენი ახმით მაგალითად ახლანდელი გადმოსახედიდან, რამდენად მნიშვნელოვანია ღიმილი ზოგადად შენ თვით შეფასებაში? აი, ფანტასტიკური ხარ, იცი პროფესიონალი ხარ, განათლებული ხარ, შინაგანად კარგი ხარ, კარგი გოგო ხარ, მაგრამ რა მოგიტანა ამან კიდე? მარტო ის რომ ტელეეკრანზე კარგად ხარ? ნამდვილად, ხო, იცი რა არის? მე ვარ იმ ადამიანთა შორის, რომელსაც არ აქვს, არ ვიცი ხა, ყოველთვის და ხშირად ამას არ ვაღიარებს, ხო, შორის ეკრანიდან არც მახსენდება, მე თქვა, საერთოდ არ მაქვს სახის კრემი. ან მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ აქვს გაკეთებული სახზე არავითარი ჩარევა, მეზოთერაპიაც კი, ეს არ ვამბობ, რომ კარგია. ოკეი, არა, ეს ასე არის, ხო, ბატონო. ეხლა შეიძლება ხვალ რაღაცა გადავწყვიტო და გავაკეთო, მაგრამ არავითარი რაღაც ესთეტიკური მედიცინის, ესე იგი, რაღაც манипуლირება არ არის ჩემს სახეზე, არ ხმარობ არც სახის კრემს, არც თვალის უპეების კრემს, საერთოდ არ მაქვს. და ამის გამო, იცი რა, ერთადერთი ხო რა გამიკეთებია სახის მასაჟები. აი რაღაცა იგზნია რომ მოდით. სასიამოვნო. კარგია, სასიამოვნო ერთ მასაჟი მიყვარს, ხო? ეს კი რამდენჯერმე, ორჯერ თუ სამჯერ გავაკეთე ეს კურსი, მაგრამ მე არ ვიცი რა რამეს ცulis თუ არა ეს სახეს საბოლოო ჯამში. მოკლედ იმის გამინდოდა რომ იმიტომ რომ არ მაქვს აი ეს დილის და ღამის რუტინა, ჩემთვის არის აი სრულიად უცხო. ჩემთვის რუტინა არის რომ ნუ რაც იყო ბავშვობიდან რომ კბილები უნდა გაიხეხო დილას და საღამოს აუცილებლად. ხო, ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხო, და ნუ ახლა რა თქმა უნდა სახის დაბანვა და ეს მაკიაჟის მოცილება
კი, მაგრამ მე არაფრის დატანება არ მჭირდება, ანუ არ მიშრება კანი, არ მაქვს ამის მოთხოვნილება, რომ მე რაღაც წავისვა და ბებიაჩემიც ასე იყო და ვფიქრობ, რომ რაღაც ცოტა გენეტიკაც მეხმარება და მოკლედ ესე ვცხოვრობ რა და ეს კბილები რომ გავიკეთე, მივხვდი რომ ძალიან კარგი ვქენი რა. ძალიან მომეწონა ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ სახეზეც რაღაცას გადავწყვეტ, მაშინაც მომეწონება, იმიტომ რომ ერთადერთი რაც მუშაობს, ეს არის საქმე დაიჭირო სუპერ პროფესიონალთან. შენ არ იფიქრო რაღაცებს და შენ არ იმკითხავ, იმან გასწავლოს, იმან გადაგაწყვეტინოს და იმას მიენდო ბოლოს. იცი რა, ნინო, მაგ ლოგიკა, რასაც შენ ახლა ვსთავაზობ ჩვენს ყურებელს, ანუ პროფესიონალთან სიარული ძიება და მინდობა, ეს შენი მაღალი ინტელექტის მაჩვენებელია, მეტი კი არაფრის. ანუ ადამიანი როცა იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, გახდეს თვითმკურნალი, ექიმს სასწავლოს ჭკუა, არ დაუჯეროს, არ მოусმინოს და ითავნებოს და მე მოითხოვოს შედეგი, ეს არის ზუსტად ის, როდესაც ადამიანი პროფესიონალს კი იპოვნის, მაგრამ შედეგს ვერ მიიღებს. როცა თავარია იპოვნო და მე მიენდო. მაშინ მიიღებ საქმეს, ყველა საქმეში ესეა, ხო? მე ხა მხატვარს ნახატის დახატვათ უთხოვე და ჩემი საღებავი მიუტანე, ჩემი ფუნჯი მიუტანე, მე ჩემი სიუჟეტი შევთავაზე და ჩემი ფერების გამა რა გამოვა, ხო? ის არ გამოვა ის, რასაც ის დახატავს. ზუსტად იგივეა ეს. მე ისეთ ექიმებთან დავიჭირე საქმე, რომლებსაც ანდობენ თავის ღიმილს და თავის კბილების ჩამრთელობას ექიმები. ძალიან ესე გამოძიება ჩაკიტარებია შენ რა კი ამას არ ჩემთვის ნიშნავს ექიმი რო გენდობა ესე იგი მართლა ძალიან კარგი სპეციალისტი ხარ ეს არ არის რომ ვიღაც ტელეწამყვანს გაუკეთა კბილები მომხერალს გაუკეთა კბილები ექიმები ყველაზე გავლენიანი ყველაზე ჭკვიანი დიდი გამოცდილების ექიმები სიგარეს თავი დაანებე როდის მანამდე თუ მერე არა ეხლა ანუ მე 1-9 თვეა. მე 6 თვეა. მართლა? ყოჩა, რა მაგარი ხარ, შენ ვეთ გამოიყურე. არც ერთი ღერი სიგარეტი ხელში არ ამირია და 9 თვე არც ერთი წვეთი ალკოჰოლი არ მიმირია კიდევ. ყოჩა, ეს შეამცირე ნელ-ნელა? არა. პირდაპირ. ჩავოქრე და მორჩა. რა უთხარი შენ თავს მაგ დღეს? ნუ სიცოცხლე მიჩევნია. ფულიც. ფული ჯანდაბას რა, სიცოცხლე არა, რა კარგია, იცი რა კარგია, ყოველთვის ბოლოს რაც უნდა დაგეხარჯა. სიგარეტში იმითი რომ თავის დაისაჩუქრო. იცი რა კარგია. კი, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრად მუშაობსა. კი. ბევრს რეკომენდაცია შეიძლება მაგან გაუწიოს ისა სტიმულირება. კარგი, კიდე ერთი რამე მაინტერესებს. დაუშვათ მე გადავწყვიტე ესეთი პროცედურის წარმოება და ჩემი კბილებზე რაღაცა შევიცვალე ვინირება გავიკეთე. რეჟიმულად კვებასთან დაკავშირებით შეზღუდვები გაქვს რამე? აი რამეში დისკომფორტი არის? კბილებთან დაკავშირებით. ხო, აი თქვათ ესეთი კბილები გაქვს, მაგრამ ამას ვერ იზამ. თხილს ვერ შეჭამ, ნიგოს ვერ გაკვნიტავ რაღაცა. არა, რა ვიცი, ხა ნიგოზე თხილი კბილითისაც არც არ გამიტეხავს, მაგრამ ვარს ვერ მოკბეჭ თქვათ. აი ქათმისულები არ გიყვარს. ხო, გაღრღნა რომ უნდა, ხო, მწვადი და რაღაცა საჯიჯი. მწვადი არ, აი ქათმისულები. მართლა მაგარი ღიმილი გახეხა მე ეს ახლოდან კარგი. ღიმილი მაჩუქე, მადონა. აი ეგეთი კბილები მაქვს, ხო? ხო და აი ამ ძვლებს ვერ გახრავ რა. შენ პროფესიულ წრეებში წარმოდგენილი ხარ, როგორც ესე ვთქვათ 1001 კითხვის მატარებელი ადამიანი, რომელიც ყველაფერს ეძიები და ეხლა წადასტურებ მაგას, რომ გიყვარს ყველაფრის კარგად გამოძიება, ხო, ჯანსაღად ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს რაღაცა იმას აქვია ზედმეტ პედანტობას გარკვეულ საქმეში, მაგრამ სიჯანსაღეს ნიშნავს. ჩვენ სფეროში, ჩემ სფეროში, შენ ახსენე, ხო, რას გაიკეთებდი და თუ გინდა გეტყვი, მე რას გაგიკეთებდი? მინდოთ ეს. ყველამ უნდა გაიგოს ხე? არა, მარტივია ძალიან, არაფერი რთული არ არის აქ. გეტყვი რა? კაი, ჰა. შეიძლება? გაძლევნებას. კარგი. ერთი პროცედურა არის ჯადოსნური პროცედურა ესთეტიკურ მედიცინაში და მათ შორის ზოგადად აიღეს პლასტიკური ქირურგია, ესთეტიკური მედიცინა. ერთი ჯადოსნური პროცედურა, რომელიც ტარდება ყველაზე ხშირად დედამიწაზე. ამ პროცედურას მიმართავს ყველაზე მეტი ადამიანი ამ ესთეტიკურ პროცედურათა შორის, არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფი, წარმატებული და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ადამიანს ეს არ მოეწონა, ის უკვალოდ ტოვებს შედეგს და თავის ჩვეულ რეალობას უბრუნდება. ეს არც მეტი არც ნაკლები ბოტულოთერაპია, ანუ ბოტოქსის პროცედურაა.
სხვა რო არაფერი არასოდეს არ გაიკეთოს ადამიანმა და უბრალოდ ბოტულინო თერაპიით ორჯერ, სამჯერ მაქსიმუმ წელიწადში მიმართოს პროფესიონალს, მისი სახე ყოველთვის იქნება ზუსტად ისეთივე განათებული და გაღიმებული, როგორიც ახლა შენი კბილებია. კარგი. Ვითომ არ ვიცოდი ახლა ეს რო არსებობს, მაგრამ მომეწონა რომ შენ მამეცადინე, იმიტომ რომ მე ხო ასევე ძალიან გენდობი. მე ხო არაერთი შენი ხელშევლებული ადამიანი მყოლია, გადაცემაში სტუმრად და მე რო ვეტყვი ხომ რა კარგად კოტესთან ვიყ. ჩემი ეგო დღეს აი არა, იცი რა არის, აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, იცი, მე კი არა მაქვს ჯერ ამის გამოცდილება, მაგრამ მე ვისნობ ისეთ ქალებს, რომლებიც აი რო გაიკეთებენ რაღაცას და ძალიან მოწონთ, მე მიდიან კიდე იმატებენ. იმავე ადგილებში რაღაცებს ივსებენ დამატებით და ისიც ვიცი რომ ბევრი ექიმი ამას არ ურჩევს, მაგრამ არც უარს ეუბნება. აი შენთან ადამიანი რატომაც იჭერს საქმეს, ჩემს იგლივს სწორედ ეს არის, რომ ზომიერები ძალიან სწორი შეგრძნება გაქვს, ძალიან კარგად და ბევრისთვის გირჩევია, რომ ამაზე მეტი არ გინდა. კი გინდა, კი მოხვედი მესამეთ, მაგრამ არ გინდა, ეხლა არ გჭირდება. ბევრი ვიცი, ვინც უკან გაგიბრუნებია და გაგიბრუნებია იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მეტი საჭირო არ არის. ამისთვის გცემ ძალიან დიდ მადლობა დიდი. მიღებულია და მასეა მართლა კი. უარის თქმა მიყვარს ძალიან ბევრი რაღაცის გამო და აქ ობიექტური ვარ ხოლმე ვცდილობ და ამიტომაც ადამიანები მაყოფილი რჩება მე. მადლობა. ძალიან მასიამოვნე შენი უკავშირებით. ნინო, ჩიფსები გიყვარს? არა. საერთოდ ხემსი არ მიყვარს. ოკეი. ქართულ ბაზარზე გაჩნდა ესეთი ფირმა, ბრენდი. მოვიტყუე, როგორ როგორ შეიძლება ეს არ მოგიდეს და გასინჯა როცა ახალია. მოკლედ ეს არის ჩიფსები ჯანსაღი ალტერნატივა. შოქში ვარ, რა ქენი ახლა ესა. რა ქენი და აგირიე. საერთოდ ამრევი ვარ. ხემსი არ მიყვარს მართლა, მაგრამ ნუ ახლა როცა დავინახავ, მე რო გამახსენდეს ვიყიდო, წავიდე ესე არა, მაგრამ რო დავინახავ, მაინტერესებს ახალი. გემრიელია. ეს ძალიან მაგარია. აგეთი არ დატყა. არ დავატყა. აი ესე. ეხლა ყველას დაგიხეთქო ფიში. მე შრალი ხარ დაიწყო. ეს მანაირია. აი, ხემსი არის გართობა. ამ პუნზე. გართობა. წარვადგინოთ მეგობრებო, ეს არის ჩიფსების ჯანსაღი ალტერნატივა. ნინო არაზაშვილი მირთვევს ახლა ამ ჩიფსების ჯანსაღ ალტერნატივას. საქართველოში დამზადებულია ყველასათვის დანწობი ბრენდი, რეიხები აწარმოებენ. ეს არის სრულიად ჯანსაღი წასახემსებელი. აქვე ჩამოვთვალოთ ნინო, რა არის აქ ჯანსაღი. ჩამოთვალე. პროდუქტი მზადდება ნატურალურ ინგრედიენტებზე. არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს და ქიმიურ დანამატებს. არ იწვება და არ იხარშება ზეთში, ეს მნიშვნელოვანია სხვა შორის. ცხება დაბალ ტემპერატურაზე, რათა ჯანსაღი ცხიმები არ გარდაიქმნას კანცეროგენად. წარმოებისას არ მოიხმარება სპრედი, მარგარინი, პალმის ზეთი და ასე შემდეგ, მავნე ნივთიერებები. არის მაღალ პროტეინიანი და ბოჭკოებით მდიდარი, რაც კუჭის მოქმედებისთვის და პროცესებისთვის სასარგებლოა. რამოდენიმე პროდუქტი დამზადებულია უგლუტენო ნედლეულისაგანო. ვაჰ, მაგარი ხარ რა ნინო რა. არა, მაგარია, იცი რა არის? ხემსი ჩემთვის არის გართობა, ფეხბურთი. მთელი ბავშვობა მამაჩემს აუყავდი სტადიონზე. და რომ მივდიოდ იქ მაგარი მზესუმზირის ჭამა ხომ მიდის. არ ვიცი ხარ რა არის. ჭამა და კუთხე. აი ხემსი კიდე ჩემზე ეთქვი რა სულ მოიქეციო. ხო, აი ხემსი ჩემთვის ასოცირდება იმ რაღაცა გასართობ შოუს როცა უყურებ, ხო? აი მაგალითად ფეხბურთი არის. ფეხბურთი არის ჩემი სტიქია, გიждდებ. საერთოდ მგონია რომ დედამიწა იყოფა ორ ნაწილად. ნაწილი. ვისაც უყვარს და ვისაც არ უყვარს? არა, ვისაც უყვარს ბარსელონა და ვისაც უყვარს რეალი. ვისაც ბარსა უყვარს და ვისაც რეალი. მარადონა და მესი. ხო, შეიძლება. არა, კვარა დავავიწყდეს. თავისთავად, ეხლა კაცო რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ როცა დედამიწაზე ვლაპარაკობთ და სამყაროზე მაშინ მაგრამ კვარა უკვე ისეთ ფლანგში გაიჭრა და ისეთ სიმაღლეებს რომ ეთამაშება რომ რა თქმა უნდა კვარა. ნინო ძალიან დიდი მადლობა. კვარას მადლობა, იმიტომ რომ ფეხბურთი შეაყვარა. დაგინაგვიანე და საშიროები მოვაწყია. აფეთქებული კრიბსები. მადლობა შენ.
მადლობა. იმისთვის რომ ესეთი კარგი ადამიანი ხარ, მადლობა რომ ის ემოციები, რასაც შენ განიცდი, ახლა პოდკასტის მაყურებელს გაუზიარე და რავი, წარმატებები შეიძლება რაღაცა ისეთ თემები აღმოვაჩინო კიდე ამ ჩვენ პოდკასტში, რომ რაღაცაზე კიდე ესე ვიჭუქჭუკოთ აქ, ხო, შეიძლება? ამას ჭუქჭუქს ეძახი. კარგი იყო. იცი რა, მე მაინც მოვედი, ხო, იმიტომ რომ გონია რომ შენგან მაყურებელი გარდა იმისა, რომ შემეცნებით ინფორმაციას ელოდება რაღაცა გასართობსაც. YouTube-ი ჩემთვის ცოტა უფრო გართობისკენ იხრება და იმიტომ ავრიე ესე თორე სხვა დროს თუ გინდა უფრო წესად მოვიქცევი 5 საათი. არისო, კაიღო. ის ერთი კითხვა მეც მაგ შენთან რა. იცი რა მაინტერესებს, იმიტომ რომ მე პოდკასტს უყურებ და ვიცი რომ ეს რაღაცა ჩანაცვლება კითხვის მოსულა, რომ რესპონდენტმა პირიქით და სტუმარმა დაგისვას კითხვა. მამაკაც, აი რა შეუცვლელი აუცილებლად. ხა ვიგი პასუხებ. აი ამას ღიპი, ხო, აი ამას ღაბაბი. ღზე რაც იწება, ყველაფერი მოსაშორებელია. ანუ ეს არის მთავარი. მაგაზე თავისუფლად გიპასუხებ. ხრინვას კავშირშია სხვათა შორის მათ შორის ჭარბწონასთან. ჩემში მე რაც მაწუხებს, რაღაცები დავძლიე ცხოვრებაში, ალკოჰოლიზმი დავძლიე, სიგარეტი დავძლიე, რაღაც მავნეჩვევები დავძლიე, აქტივობაში გადავედი ცხოვრებაში. სრულად შეიცვალა ბევრი რამე შემთხვევაში, მაგრამ აი კვებას მან ძალიან მიჭირს რა. ძალიან მიყვარს გემრიელი ჭამა და ღიპი არის ჩემი ნომერ პირველი მტერი. აი ეგ მთრგუნავს რა. აი მაგას არავის არ ვაპატიებ. თუ ჩვენ გვაქვს სურვილი და მოთხოვნები, რომ ქალი იყოს ყოველთვის მოვლილი ლამაზი, ერთ-ერთში მინიმუმ კაცი უნდა იყოს მოვლილიც და ესთეტიურიც და ღიპის გარეშეც და ნავარჯიშებიც რა. რა? შემდეგ შეხვედრაზე -5 კილო. მეც ხო, ეგ. -5-ატო მე ავწევ მარჯას მერე. შენ იყოს 5, ჩემი იყოს 10. თანახმოვარ ვაღიარო, რომ ეს მიზნები მაქვს ახლა. ხო, აი მე ამას აი ყოველდღე ვცდილობ, რომ რაღაცნაირად მოვერიო და 1-15 კილოგრამი მინიმუმ შევამცირო და ეს კადრშიც ჩანს და გუნდი მეჭუბება, რომ აბა ესე დაჯექი. ნუ ყოველ შემთხვევაში ესეც მოგვარებადია. მადლობა ნინო, ფანტასტიკური ხარ. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ პირველი იყო. მადლობა პირიქით. შემდეგ ხუჩაბად შევხვდებით ერთმანეთს მომავალი ეპიზოდით პოდკასტში. წარმატებები. მადლობა.